პარიზში მერაბ სეფაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტი საფრანგეთში არსებულმა ანსამბლებმა კოლხიდამ და თამარიონმა გახსნა. კონცერტს ესწრებოდნენ როგორც საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. კონცერტის ორგანიზატორი თათია ტურცილაძე გახდა. დღეს ვარ პარიზში. მე ვარ ანსამბლი კოლხიდან ხელმძღვანელი, ჩამოვედი ქალაქ ჰავრიდან. თათიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც მოწვეული იყო ბატონი მერაბ სეფაშვილი, ძალიან კარგი საღამო შედგა და იმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი ასეთი ქართული საღამო შეგდება და უფრო ბევრი ქართველი მოიხდის თავს და ძალიან კარგი დროს გავატარებთ ერთად. საღამო შედგა ძალიან მიხარია. ძალიან გვაქვს ახლა საღამოში და მიხედავთ საღამოს შედგა. მე ხოდა არ შედების და ჯიუტა მაინც ვაგზელებ და დაელოდებ მალე ახლა. მიყარხარ. ჩემო თბილო და ლამაზო ხალხო, ძალიან მიყარხართ. ეხლა კონცერტზე ვთქვი და თათიას მადლობა გადაუხადე და რაც დიდი ხანია არ ყოფილვარ პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწერს მოგზაურობა ევროპაში, თაი პარიზში რაღაცნაირად ვერ გამოვიდა ესე და ესეთი აი ეს ჩვენი რაღაცა სურვილი რეალობად ვაქციეთ, იმიტომ რომ რა ვიცი, როდის მოხვდებით კიდე პარიზში, მაგრამ აი რაღაცნაირად მინდოდა, იმიტომ რომ სადაც არიან ჩვენი ხალხი, ჩვენი ემიგრანტები, ქართველები, ხო? მართლა გული და სულით მიხარია ყოველთვის. არ აქვს ხარ ამხელა სცენა, ზოგჯერ გამოვდივარ 50,000 კაცში, ზოგჯერ შეიძლება 100 კაცთან ერთად იმვარ, მაგას ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად, იმიტომ რომ აი მთავარია ის განწყობა, რომელსაც იღებ და ის ენერგია, რომელსაც ვიღებ. ეხლა მე რაც მივიღე, ხო? აი ეს არის ბედნიერება და ეს არის ყველაზე მთავარი და ჩემთვის. და საერთოდ მუსიკოსისთვის ალბათ და ყველა ადამიანისთვის რა და თავის ჩემს ემიგრანტებს უსურვებ რა ვიცი გამართლებას წეღან კონცერტზე ვსწავლე ემიგრაცია რა არის ძებნა არის რაღაცა ახლის უკეთესის რაღაცა პირობების და არა იმის ქვეყნის და სამშობლოს არ იცვლება არაფერზე ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას და მე გისურვებთ დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ყველასთვის ერთად ყოფთ. და მიყვარხართ.